როდესაც 8 თვის წინ დავაარსეთ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის, ჩვენი მიზანი იყო წინ ავდგომოდით ქართული ოცნების მზარდ ავტორიტეტს, ძალადობას, დემოკრატიის სიკვდილს, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ხელით. გავერთიანდით თანასწორი საქართველოსთვის, რადგან გვჯერა, რომ პოლიტიკა უნდა პასუხობდეს ხალხის ინტერესებს და ხალხი თავად უნდა იყოს ასეთი პოლიტიკის შემოქმედი. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის იბრძვის ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც არც ქართული ოცნების და არც სხვა პარტიების მმართველობის დროს არ გვქონია. კარგი ხანია ჩვენი მოძრაობა ქართული ოცნების რეპრესიების პირდაპირი სამიზნეა. იქნება ეს ადმინისტრაციული ჯარიმები თუ სისხლის სამართლებრივი დევნა. თუმცა ახლა მოძრაობაზე ზეწოლა გამწვავდა. დღეს გსურს პასუხი გავცეთ გასულ დღეებში ოცნების მიერ ორგანიზებულ და წახალისებულ ძალადობას და სიძულვილის კამპანიას, რაც ააგორეს უწყვეტი პროტესტის მონაწილეების, მათ შორის ჩვენი წევრების მიმართ. როგორც იცით, 8 სექტემბერს საზოგადოებრივი მოუწყებლის მშვიდობიანი მარში მშვიდობიანი მივიდა კახა კალაძის ოფისთან და აჟღერებდა მნიშვნელოვან სათქმელს მოსახლეობის მძიმე სოციალურ პირობებზე. მანიფესტანტებს შორის იყვნენ მარშის მუდმივი მონაწილეები და ჩვენი მოძრაობის ძვირფასი წევრები, მათ შორის გოტა ჭანტურია, ნინო ტურიაშვილი, გიორგი მიქაბერიძე და გუგა დუდუჩავა, რომლებიც სიძულვილის პროპაგანდის სამიზნეებად იქცნენ. საზმაუს მარში 9 თვეა ყოველდღიურად აწყობს მსვლელობას, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მწვავე პრობლემებზე. მიუხედავად იმისა, რომ მარშს 9 თვეა დახვდება პოლიცია, 8 სექტემბერს მელიქიშვილის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. შტაბთან მისვლიდან მალევე აქციის მონაწილეებს შორის შემოვარდა რამდენიმე მანქანა და მანიფესტანტების რიგის გახლეჩას სცადა. მანქანაში მსხვერპლმა აგრესიულად განწყობილმა პირებმა დაიწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს სავარაუდოდ წინასწარ ჩასაფრებულმა ჯგუფებმა შტაბიდან და მიმდებარე ქუჩებიდან ხალხი ალყაში მოაქციეს და დაიწყეს მათი დარბევა. მოგვიანებით გამოჩნდა პოლიციაც, რომელიც ოღონდ უმოქმედოდ იდგა. თავდამსხმელები გამოირჩეოდნენ სისასტიკით ქალებისა და ჟურნალისტების მიმართ. ქართული ოცნების პროპაგანდის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც გაღიზიანებული და ალყაში მოქცეული მანიფესტანტები აღშფოთებასა და ბრალს გამოხატავენ, გადაღებულია სწორედ ამ დარბევის მერე. ამის შემდგომ 9 სექტემბერს ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა მანიფესტანტების, მათ შორის ჩვენი მოძრაობის წევრების ფოტოები სახელებითა და გვარებით და მათ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი უწოდა. მოგვიანებით კი ოცნებასთან აფილირებულმა გვერდებმა ამ ფოტოებს დაურთეს ჩვენი წევრების საცხოვრებელი მისამართებიც. 10 სექტემბერს ოცნების პროპაგანდისტული ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში დადიოდნენ ამ მისამართებზე. ჩვენთვის ეჭვგარეშია, რომ 8 სექტემბრის თავდასხმაც და მომდევნო დღეების კამპანიაც წაქეზებული და ხელშეწყობილია ქართული ოცნების მიერ. ამაში გვარწმუნებს ბოლო თვეებში აქციების სასტიკ დარბევებში მონაწილე მოწოლადეების დემონსტრაციული დაუსჯელობას. პირიქით, ოცნება მათ ღირსების მედლებითაც კი აჯილდოებს. ოცნების მხარდამჭერი ყალბი ანგარიშებიდან პროტესტში ჩართული პირების მისამართების გახმაურება ემსახურება ერთადერთ მიზანს. დააშინოს ადამიანები, წაახალისოს ძალადობა და დახატოს სურათი, თითქოს ეს მოქალაქეებმა ჩაიდინეს. მარშის მონაწილეთა მიმართ ორგანიზებული ძალადობისთვის ორი პირის დაკავებით ოცნებაც ცდილობს თავის ამომრჩეველთან ითამაშოს სამართლიანი მსაჯის როლი. თუმცა ოცნების სამართლიანობაზე მეტყველებს 60-მდე პოლიტპატიმარი, ზია ამაღლობელის საქმე, ჭიათურელი მაღაროელების საქმე, კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 23 წლის სტუდენტი გოგოს დაკავების საქმე. მისი დაკავების არაჰუმანური ფორმები და ის უსამართლო, არაპროპორციული საშენი, რაც მას ელოდება. ოცნება, რომელიც ამტკიცებს მშვიდობას იცავს, სინამდვილეში უკვე დიდი ხანია სიძულვილის დათესვით არის დაკავებული. ავრცელებს დეზინფორმაციას, აქეზებს ძალადობას და ცდილობს წინააღმდეგობის მონაწილეთა დეჰუმანიზებას. ადამიანებისთვის ადამიანობის წართმევას ყოველთვის უმძიმესი შედეგები მოყვებოდა ისტორიაში. ეს რკმის საზოგადოებას და საშიშია უკვლევენ ყველასთვის, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვისაც. სიტუაციის განზრახი ესკალაცია და დაპირისპირების პროვოცირება ქართული ოცნების მიზანმიმართული სტრატეგიაა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მისი მიზანია წინააღმდეგობის მრავალფეროვნება გააქროს და ყველა საერთო იარლიღი მიაწევოს. დაპირისპირების სურათის დახატვით კი პროტესტის მონაწილეთა შემდგომი დაშინებისა და დევნის საფუძველი შექმნეს. ჩვენი მოძრაობა დაიცავს საკუთარ წევრებს და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის, რაც ტყუილების, მუქარის თუ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელებას შეეხება. მოძრაობა აგრძელებს იმ მიზნებისთვის ბრძოლას, რისი გულისთვისაც დაარსდა. ჩვენ გვინდა საჯარო ველში თავად მოქალაქეებმა წამოჭრან ის სისტემური საკითხები, რომლებიც ამჟამად პოლიტიკიდან გამქრალია. იქნება ეს სიღარიბე, უთანასწორობა, უსახლკარობა, საარსებო გარემოს განადგურება თუ ხალხის და ბუნებრივი რესურსების ყრეფა და ამის ხარჯზე ერთეულების გამდიდრება. მოძრაობა აგრძელებს ბრძოლას ეკონომიკურად ძლიერ და პოლიტიკურად თავისუფალ მოქალაქეებზე დაფუძნებული თანასწორი საზოგადოებისთვის.
მადლობა და შემდეგ სიტყვას გააგრძელებს ჩვენი მოძრაობის წევრი გოტა ჭანტურია. კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მოკლედ გვინდა რომ ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რადგან განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედიები ძალიან არიან დაინტერესებული ჩვენი მოძრაობით, განსაკუთრებით იმედი, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ავრცელებენ ჩვენზე დეზინფორმაციას, მათ შორის იმას, რომ ჩვენ წარმოვადგენთ რაღაცა ძალადობრივ დაჯგუფებას, მე პირადად, ჩემი ოჯახის წევრები, ჩვენ მზად ვართ, რომ დაგვითმონ მათ პირდაპირ ეთერი და მივიღოთ ამ პირდაპირ ეთერებში მონაწილეობა და ვისაუბროთ ამ საკითხებზე, ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ აწარმოებენ ისინი ამ დეზინფორმაციას და პროპაგანდას, ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ კრიზისიდან, ამ ჩიხიდან ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია გამოსავალი და ჩვენ როგორ ხედავთ ამ ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. ამიტომ მიიღონ ჩვენგან ეს გამოწვევა, მათ შორის იმედის წარმომადგენლები აქ არიან და შეგიძლიათ თქვენს ხელმძღვანელობას გადასცეთ ეს გამოწვევა. თუ თქვენ მზად ხართ, რომ პირდაპირ ეთერი დაგვითმოთ, ჩვენ მზად ვართ, რომ მოვიდეთ და ღიად ვისაუბროთ ამაზე. სხვა შემთხვევაში ესეც იქნება როდესაც მიდიხარ პარტიის ოფისთან და დედას აგინეთ პარტიაში ყოფილებს. რას იმსახურება ეს? მე მეუბნებით ამას. ბატონ გიორგი, რას შეგიძლიათ მაჩვენოთ კადრი, შეგიძლიათ მაჩვენოთ კადრი მე დედას მაგის ბატონ. შეგიძლიათ მაჩვენოთ მე ხომ მეკითხებით, შეგიძლიათ მაჩვენოთ მე დედას თქვენს წარმომადგენლებს, თქვენს წარმომადგენლებს შეეცოდეთ. სხვადასხვა არსებობს უცხოეთი კადრები, რომელიც გავრცელდა და სხვადასხვა მოცემის მხარდამჭერის მიერ არის ეს კადრები გადაღებული და გავრცელებული. ხატი ესე ჟურნალს შეგიძლიათ მოგკითხოთ კადრები, სადაც ზუსტად ჩანს მარში როგორ მივიდა ოფისთან და უცებ როგორ შევარდა მარში მანქანა და როგორ დაიწყო ხალხის ალყაში მოქცევა და დარბევა. ეს კადრები არსებობს, შეგიძლიათ მოიძიოთ და თქვენი უბრალოდ ოცნების მხარდამჭერის მიერ არის ეს კადრები გადაღებული და გავრცელებული. ემსახურება აი თუ არა პროვოკაციას გეხოცები ვიპასუხეთ ამ კითხვას. ვიცი, რა ვიდეოს უნდა ჩართოთ უკვე გავრცელეთ ქართულმა ოცნებამ. გიორგის არ სოფნია და ვიცით რა კადრებს მაგას ვეხმაურებით მაგ ვიდეოს რაც გავრცელეთ თქვენ და პროპაგანდისტულ მედიებმა და განცხადებაში არის პასაჟი რომელიც პასუხობს თქვენ ყოფილი ადამიანების ქმედებები დარბევა ცემა ნახეთ თუ არა ცემა ნახეთ ადამიანების ცემა ნახეთ როდესაც პირდაპირ კარგი მაგრამ პოლიტიკური ჯგუფი რომ მოვიდეს თქვენი რეაქცია იქნება. უბრალოდ ეს იმაში თქვენი აზრით რა იქნება ჩვენი რეაქცია? ალყაში მოვაქცევთ და წიხლებს ვურტყამთ რო დავარდებიან. ესე ვფიქრობ? არ მე რას ვფიქრობ? არა, როგორ ვფიქრობ? ახლა რო ვიყურებთ მაგასთვის და ნუ რა ირაიბარი ჩვენებარი ერთმანაბარი მილიონი ადამიანი გადიდეს და ვიჩვენებთ. მე გაგცემ პასუხს და ვიტო სამხარაძე დედას ვაკითხულობ. ძალიან მარტივად გაგცემ პასუხს. თუ ეს საკითხები გაინტერესებთ ჩვენ თქვენდა მინდო მე პირადად თქვენდა მინდობა არ მაქვს რას როგორ დაჭრით ამოჭრით ასე შემდეგ. ამიტომ თუ ეს საკითხები გაინტერესებთ ზუსტად ეხლა გითხარით ჩვენი გამოწვევა დაგვიძახეთ პირდაპირ ეთერში მზად ვართ რომ ყველაფერს უპასუხოთ დაგვითმოთ პირდაპირ სხვა შემთხვევაში თქვენი სიუჟეტების არ ვჯერათ ჩვენ მისაღებთ თქვენს უბრალოდ აი კითხვაზე პასუხი რო გამცეთ რომ აი რა რეაქცია გექნებათ იგივე რომ პირდაპირ ეთერი დაგვითმით და ვისაუბრეთ. მოდი ერთი საკითხიც რო თქვა ძალიან მარტივად, ალბათ გეცნობათ ჟურნალისტი ხართ, საზოგადოება მაუწყებს მარში, რომ ჩვენი მოძრაობის წევრები მათ შორის ხათვია, უკვე დადიან თქვენ ინტერვიუს მაქვს თქვენგან არის. 9 თვის განმავლობაში, მე მგონი ეს მარში გამოირჩევა იმით, რომ იქ უწმაწული სიტყვები არ არის და პირიქით არის მოწოდებები მათ შორის სოციალურ საკითხებზე, ეკონომიკურ უთანასწორობაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, უსამართლოს ასამართლოს. თქვენ იმიჯნებით გუშინ რას ასაუბრეთ? ჩვენ იმიჯნებით იმას, რომ ხდება ადამიანების ბლოკირება, პოლიცია არაფერს არ აკეთებს, მე დეხმარება ამას ვემიჯნებით ცხადია და ჩვენ არანაირი ძალადობის ესკალირების მომხრეები არ ვართ და ჩვენ რასაც უყურებთ ქართული ოცნების ამოცანა არის ერთადერთი მაქსიმალურად დაძაბოს სიტუაცია ქვეყანაში მაქსიმალურად პოლარიზება მოახდინოს, იმიტომ რომ ამით სუნთქულობს უკვე 13 წელია, რომ ყველა ჯგუფი მონიშნოს მტრად. თვითონ დარჩეს ერთადერთ ალტერნატივად, ყველა სხვა გამოაჩინა ძალადობრივად. და ამას ემსახურება ის, რომ თქვენო საუბრობთ რომ რაღაც გვიპასუხეთ მოძალადებას. კი ბატონო, გითხრათ აგერ ჩვენმა წარმომადგენლობა, დაპატიჟეთ პირდაპირ ეთერში, რომელიმე ჩვენგანი მოვა, ჩვენი მოძრაობის წევრი, არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ თქვენც იცით ახლა ძალიან კარგად როგორ ხდება ამოჭრები და გაწმებული ერთად წამოიჭრება რაღაც უცნაურად, მაგრამ
ამიტომაც ვამბობ ბოდიშ მოგიხდით აუცილებლად თუ ნახავ არ მაქვს პრობლემა ბოდიშის მოხდაზე ზოგიერთად შეიძლება ხო და ამიტომაც ჩვენი თავარი ამოცანა არის ეს ჩვენი მოძრაობა დაფუძნდა სწორედ სხვანაირი პოლიტიკის შესაქმნელად და ჩვენი მოძრაობის წევრები მათ შორის რომელიც საზოგადოებრივ მოუწყებლით მარშით მიდიან ხო სხვანაირი პოლიტიკას ვახორციელებთ ჩვენი ამოცანა არ არის პირიქით შუღლის შემცირება რასაც ქართულში ყოველდღიურად ზრდის და მათ შორის ახლა რაც ვისაუბროთ ჩვენი მოძრაობის წევრების უსაფრთხოება დადგა რისკის წინაშე, იმიტომ რომ fake account-ები თავად პროპაგანდისტული რაღაცა გვერდებით ავრცელებენ მის სამართლებს ერთადერთი მიზნით, ხო? რომ ვითომ მე აღშფოთებული მოქალაქეები მივარდებიან და ეს მოხდა ცემა და ასე შემდეგ. ხო, რაც ბევრჯერ ნახეთ. 2 წელია უყურებთ ყველა საწინააღმდეგო აზრის დევნას. ეს არის რეალობა. ყველა საწინააღმდეგო აზრი და ყველა უნდა ჩაიყაროს ერთ ხალხში. აბა რა თქმა უნდა გუშინ და გუშინ. დანარჩენი თუ შეიძლება დანარჩენი ამაჯობესი რაღაც სისტემარი მნიშვნელოვანი ჩემ მეგობრებთან პატევის არა მე დავაზუსტებ ანუ და მე მეკითხავ მაშინ შემთხვევაში რა არა თქვენი შეკითხვა ხოდისის ნოხტით არის ცოტა არარელევანტური ზოგადად კონტექსტის დამახინჯების გარეშე და თუ სრულსურათს არ დავინახავთ ნებისმიერი კითხვა უშინაარს რჩება. როცა გოცა ჭანტურიას ეკითხებით თქვენ რომ თავს გაგესხნენ თუ გაგინონ თქვენას ისამ არაფერს თქვენი არ არის ეს კითხვა. იქ რა ხდებოდა? იქ იყო ნამდვილი ჩასაფრება, ხო? ეს არავისთვის არ არის სადავო, ვინც რაღაც ხარ გონებაზეა და რეალობის დამახინჯება არ იყო. იყო ჩასაფრება და ამ ჩასაფრების მიზანი რა იყო? ადამიანების დაშინება, ტერორი, ფიზიკური შეურაცხყოფა, გინება თუ ვინმესგან წამოვიდა, თუ კი ვინმესგან წამოვიდა, იქ ჩასაფრებულებისგან. თქვენ არ შეგიგინებთ. დანარჩენი, მე გვერდად ზოგადად არასდროს არ ვიგინები. დანარჩენი იქ შეკრებილ ადამიანებს შორის რა მოხდა? იმ ესკალირებულ სიტუაციაში, როდესაც ვიყავით თავდასხმით რეჟიმში, ახლა ძალიან არასერიოზულია და ჩვენ რას ვხედავთ? ვხედავთ ქართული ოცნების, მაღალჩინო ოცნებისგან ადამიანების დეჰუმანიზებას. წარმოუდგენელია ის ასე ვთქვათ, დამოკიდებულება, რასაც ისინი ავლენენ, როგორ შეიძლება ეს საკუთარი მოქალაქეების და ასე ვთქვათ, პროტესტის მონაწილეების, თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანის მიმართ, ხო? მათ შორის ანუ და ის რომ საერთოდ თმენის ვალდებულება დაივიწყეს ხო საერთოდ რა არის და ასე შემდეგ. მე შეიძლება შეიძლება არ მომწონდეს როგორც ერთ ადამიანს, მაგრამ პროტესტის გამოხატვის ფორმას შეუძლო სხვა ადამიანებს. ასრულებინეს. ხო, მოკლედ ჩვენ მეგობრებო, გაგეცით კითხვაზე პასუხი, თუ დამატებით არის კითხვა, ცხადია მზადვართ, ეს არის ჩვენი განცხადების ერთ-ერთი ნაწილი, ასე გამახსენა. დანარჩენ სხვა საკითხებზე მათ შორის თუ არის კითხვები, ჩვენ მზადვართ ვიდეოს. პირდაპირ ეთერში. როგორ ჩავთანხმდით შეხვედრის დაწყებამდე? მადლობა. მადლობა.